მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ნესტან სულავა. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობთ მოწვევისათვის. მაყურებელი ვფიქრობ ისედაც გიცნობთ თქვენ, ვინც დაინტერესებულია მეცნიერებით, ფილოლოგიით, რა თქმა უნდა, დიდი წარდგენა არ ჭირდებათ და შესავალში აღარ გავაგრძელებ ამის შესახებ საუბარს. წინარე გადაცემაში თქვენ ბრძანდებოდით და ვისაუბრეთ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ, ღვაწლის შესახებ, მისი თხზულების, მისი ცხოვრების აღწერით თხზულების შესახებ, რაც თავითვე წარმოადგენს, რა თქმა უნდა, საეკლესიო ლიტერატურას. და ამ გადაცემისთვის ამიტომ ძალიან შესაფერისი იყო. დღეს უნდა ვისაუბროთ თან ძალიან მაღალმხატვრული საეკლესიო ლიტერატურა, მხატვრული კუთხითაც, არა მარტო საღვთისმეტყველო შინაარსით და ისტორიული კუთხით. დღეს ვისაუბრებთ ვეფხისტყაოსნის ავტორის შესახებ ძირითადად და იმ ეპოქის შესახებ. რატო შევარჩიეთ ეს თემა? ვეფხისტყაოსანი ბუნებრივია, არის საერო ჟანრის პოეზია და არა საღვთისმეტყველო ან დოგმატური სტილის ან პოლემიკური ან ასკეტური, რა თქმა უნდა, არ არის. არც საღვთისმეტყველო პოეზიას ჟანრს არ განეკუთვნება, მაგრამ იმდენად ჩანს მისი შესწავლა წარმოაჩინა, იმდენად დეტალებში ჩანს ავტორის დიდი ცოდნა საღვთისმეტყველების და იმდენად რაღაცა ესე ვთქვათ სიმბოლური სახით არის ხშირ შემთხვევაში ან ტერმინოლოგიური სახით არის გამოყენებული დოგმატური საღვთისმეტყველო ცოდნა, რაც იმ ეპოქის განათლებული ადამიანისთვის მე ვფიქრობ ბუნებრივი უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ ის შესაძლებელია სასულიერო პირიც ყოფილიყო. ეპისკოპოსს ესეთი მოსაზრებაც არსებობს, მოგახსენებათ და ესეც არ არის გამორიცხული, რადგან ეს ჩემი აზრია პირადად იმ პერიოდში იყო მაგალითად გიორგი ჭყონდიდელს ორი თანამდებობა ეკავა, როგორც სასულიერო, ასევე საერო თანამდებობა, მაგრამ იმის შემდეგ განსაკუთრებით შუა საუკუნეებში ძალიან კაფიოდ ჩანს ეპისკოპოსთა და ქორეპისკოპოსთა სამხედრო მაგალითად წოდებები და ესე ვთქვათ მოვალეობები ან გარკვეული დაბის მმართველობა არა მხოლოდ სასულიერო კუთხით, არამედ საერო და ასე შემდეგ ჯარი ყავდა ასევე კათალიკოსს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ საქართველოსთვის ესე თქვა განსხვავებით ბიზანტიისგან, საბერძნეთისგან ეს დამახასიათებელი იყო, რომ სასულიერო პირებს საერო საქმეებიც ებარათ ხოლმე და საერო თანამდებობებიც ეკავათ ხოლმე, ისევე როგორც დასავლეთის ან კათოლიკურ ეკლესიებში იყო, ან ფორმალური კუთხით გავდახონ. ამიტომ შესაძლებელია, რადგან ძალიან კაფიოდ ჩანს ავტორის, ანუ შოთა რუსთველის, როგორც ცნობილია სახელი, ამ სახელით არის ცნობილი, ავტორის უღრმესი, ესე ძალიან ღრმა ცოდნა, მაქსიმი აღსარებლის ღვთისმეტყველების, რაც აი მაგალითად მე-20 საუკუნის ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნდა, რომ ნეოპლატონიზმი იყო, როდესაც წერდა მაგალითად შოთა რუსთველი, რომ სახე ყოვლისა ტანისა შექმნა, ანუ უფალზე როცა საუბრობს. ეს ამას გრიგოლ ნოსელიც ამბობს და ეს მაქსიმე აღსარებლის ღვთისმეტყველება, ანუ წინარე ესე იგი იდეების შემოქმედი ღმერთი. ანუ ფაქტობრივად ძალიან სიღრმისეულად იცნობს ღვთისმეტყველებას, არა მარტო მაღალმხატვრული და ნაწარმოებია საერო კუთხით, არამედ საღვთისმეტყველო, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული არა, რომ საღვთისმეტყველო ჟანრი იყოს, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან განათლებული ამ კუთხითაც აწამი. ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს მისი პიროვნების შესახებ და მე მინდა პირველ რიგში თქვენი მოსაზრებები ძალიან საინტერესო იქნება, რომ გაგვიზიაროთ ვინ იყო პირად და რა მოსაზრებები არსებობს, რა ვერსიები არსებობს. დავიწყოთ საუბარი მისი ბიოგრაფიული ცნობების მოუღწევლობით, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ არ მოგვეპოვება არაფერი. გარდა რამდენიმე ესეთი დოკუმენტისა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მისი ბიოგრაფიის აღსადგენად. ასეთია ძირითადად მაინც უფრო იერუსალიმური მონაცემები, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაცული აღაბთა წიგნი, სადაც მოხსენიებულია შოთა მეჭურჭლე თუხუცესი და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ჩრდილოეთის მხარეს სვეტზე გამოსახულება რუსთველისა და იქ წარწერა, რომელიც ასეთი შინაარსისაა, ამის დამხატავსა შეუნდნენ ღმერთმან ამინ და შოთა ისე წერია, რომ ვერ ვიტყვით ის ამ ტექსტს ეკუთვნის თუ რუსთველს ეკუთვნის, აი ზუსტად ვერ განსაზღვრავს, მაგრამ აკაკი შანიძისეული წაკითხვა კი ასეთი არის, ამის დამხატავსა შოთას შეუნდნენ ღმერთმა
მან ამინ და რუსთველი მერე მოდის რუსთველი განცალკევებით არის ასე რომ აი ეს ორი ცნობა მოგვეპოვება დაახლოებით მე-13 საუკუნის დასაწყისისა ასე რომ ბევრ რამეს ვერაფერს ვიტყვით ახლა ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით რუსთველთან დაკავშირებით ეს არის პოემის დასაწყისსა და დასასრულში ნახსენები რუსთველი დავჯერ რუსთველმან გავლექსე მისთვის გულახვარსობილი და მე რუსთველი ხელობით ავიქ საქმე საამადარი ეს დასაწყისიდან რაც შეეხება დასასრულს ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და ამისა და მეორე კიდევ ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემშეუშრობელსა მაგრამ ამ დასასრულის სტროფების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება რომ ეს არ ეკუთვნის შოთა რუსთველს და ამდენად გაჭირდება მსჯელობა იმის შესახებ როგორ იხსენიებდნენ და ვინ იყო და როგორი ბიოგრაფიის მქონე რომელ საგვარეულოს ეკუთვნოდა ფაქტია რომ შოთა რუსთველი არის დიდგვაროვანთა წრიდან ეს ნამდვილად ასე უნდა ყოფილიყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად მაინც ორი თვალსაზრისი არის წარმმართველი რომელთაგან ერთზე უფრო ნაკლები ყურადღება კეთდება ამჟამად. ერთი იყო ასეთი შეხედულება, რომ შოთა რუსთველი შეიძლებოდა ყოფილიყო ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი და ეს პირველად გამოთქვა ეს მოსაზრება თეიმურაზ ბატონიშვილმა. შემდგომ ეს მოსაზრება განავითარა პავლე ინგოროყვამ და პავლე ინგოროყვამ ჰერეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლად მიიჩნია ის. თუმცა შემდგომ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს შეხედულება უარყოფილი იქნა და გარდა ამისა მეორე შეხედულება ეს არის თორელთა საგვარეულოს წარმომადგენლად მისი მიიჩნევა და უფრო რეალურად ამას მიიჩნევდნენ, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ნაკლოვანი მხარეები და ამდენად ძნელდება საგვარეულოს დადგენა. ერთი კი ფაქტია, რომ თუ კი ჩვენ დავაკვირდებით ჯვრის მონასტრის ფრესკას, იქ ნამდვილად არის დიდებულის სამოსელში, სამეფო სამოსელში ყოველ შემთხვევაში სამეფო სამოსელია, მისი მოსასხამი და ქუდი სამეფო სამოსლის ატრიბუტია და აი ამდენად ეს თვალსაზრისი გასათვალისწინებელია ალბათ. ეხლა რაც შეეხება მის მოხსენიებას, ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთველია, რაკიღად პოემის ტექსტი ამას ადასტურებს. ხოლო შოთა ერქვა თუ არა, აი ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა ჯერ კიდევ კორნელი კეკელიძემ თავის დროზე და იმდენად იგნორაცია იქამდეც კი მიდისო, რომ შოთა ერქვა თუ არა არ ვიცითო, განაცხადა მან და ძალიან საინტერესოა, ამიტომ შოთას სახელის გაჩენა რუსთველთან დაკავშირებით. ეს ჩნდება პირველად ეს ჩნდება თეიმურაზ პირველთან, თეიმურაზ პირველის იოსებ ზილიხანიანის შესავალში არის ასეთი რამ ნათქვამი. მას შექებული ყავს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები, ახასიათებს მოკლედ ძალიან რა თქმა უნდა და შემდეგ ამბობს, რომ ესენი შოთა რუსთველთან შეამკო არსთა მკობითა. ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის კორნელი კეკელიძემ ის აღნიშნა, რომ ეს შეიძლებოდა შოთა რუსთველი მას სცოდნოდაო ნიკიფორე ჩოლოყაშვილისაგან, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისაგან, რომელიც ჯვრის მონასტერში ერთი პერიოდი მოღვაწეობდა მანამდე, შემდგომ ის იყო თეიმურაზ პირველის ელჩი ვატიკანში, ხოლო შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა ჯვრის მონასტერს და ჯვრის მონასტრის მამა გახლდათ და
აი ცნობილი არის ისტორიული დოკუმენტებიდან, რომ ნიკიფორე ჩოლოყაშვილს ჰქონდა ნიკიფორე ირბახი, ასეც არის ცნობილი მოგეხსენებათ და მას ჰქონდა თითქოს აი ეს ცნობა მიწოდებული თეიმურას პირველისათვის, ალბათ მისგან ეწოდინებოდაო. ეს სარწმუნო კი ჩანს, მაგრამ მანამდე როგორც ჩანს შოთა სახელის პოპულარობაც მოწმობს იმას, რომ შესაძლოა ნამდვილად რქმეოდა შოთა. იმიტომ რომ მე-12 საუკუნის ბოლოსა და მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში სახელი შოთა რამდენჯერმე იხსენიება სხვადასხვა პირის სახელად, საკუთარ სახელად. გავრცელებული სახელი იყო. დიახ და საინტერესოა ერთ-ერთი არის 1177 წლის აჯანყების დემნა ბატონიშვილის აჯანყების მონაწილე შოთა ართავაჩოს ძე, რომელზეც იმთავითვე ითქვა უარი, რაკიღაის მაშინ დასაჯეს, ის ამ თხზულების ავტორი ვერ იქნებოდა. მეორე შოთა მოხსენიებულია ეგრეთ წოდებული ჟინვალის დოკუმენტში დაწერილს უწოდებენ მას და რომელსაც თამარის ხელთვაც ახლავს და აქ არის რამდენიმე გლეხის შესახებ დოკუმენტი, ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჟინვალის თემის ერთ-ერთი ოჯახის მიკუთვნებას ეკლესიისათვის და ამას ხელს აწერს ჭიაბერი, რომელიც იმ ხანებში მანდატურ თუხუცესი იყო და შემდეგ ერთი წლით ის იყო მეჭურჭლე თუხუცესიც, ხოლო შემდეგ ხელს აწერს აგრეთვე შოთა და ვარაუდობენ, რომ ეს შოთა შეიძლება ჭიაბერის შვილი ყოფილიყო. ჭიაბერი გვარჩამომავლობით თორელთა საგვარეულოს ეკუთვნოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია თავის მხრივ. ასევე თორელთა საგვარეულოს კუთვნილება არის ქვაბისხევის მონასტერი მე-12 საუკუნის დამლევს და იქ გამოსახული არის ახალგაზრდა კაცისა, ჯერ კიდევ უწვერული კაცისა და ქალის გამოსახულებები. ფრესკა არის, ეს არის ერთ-ერთ ეკვდერში და წარწერაც ახლავს. წარწერა სრული არ არის, სრულად შემონახული არ არის. იქ წერია შოთა და შემდეგ ელი, მერე დედაი იაი. ვარაუდობენ, რომ ესენი დედაშვილნი არიან, დედა და შვილია, შოთა და ია და ულტრაიისფერი სხივების გამოყენების შესაძლებელი გახდა ამ ელის წინ მდებარე 3 ასოს აღდგენა, ისედაც კარგად შეიძლებოდა გამოჩენილიყო და გამოჩნდა კიდეც ამ სხივების შედეგად და თორელი აღმოჩნდა იქ წარწერა და ვარაუდობენ ეს ახალგაზრდა შოთა რუსთველი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ კი ის ნამდვილად თორელთა საგვარეულოს წარმომადგენელია. გარდა ამისა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის წყარო ქართლის ცხოვრებიდან. ქართლის ცხოვრებაში არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი თხზულება ჟამთა აღმწერლის, ჟამთა ასწლოვანი მატიანე, რომელშიც 40-იანი წლების პერიოდში, როდესაც ის კოხტას თავის შეთქმულება მოხდა, შეთქმულების მონაწილეთა შორის დასახელებული არის შოთა თორელი. ახლა მე საგანგებოდ აღვნიშნე შოთა თორელი და რატომ? იქ ყველა გამოქვეყნებულ ტექსტში სხვათა შორის თორელი არ წერია. არც ერთ გამოქვეყნებულ ტექსტში თორელი არ წერია. ხელნაწერში წერია და როდესაც სიმონ ყაუხჩიშვილმა ეს ტექსტი გამოსცა 1959 წელს ქართლის ცხოვრების მეორე ტომი, მაშინ იქ ქვემოთ სქოლიოში ჩაიტანა და აღნიშნა, რომ ამ ხელნაწერებში, ორი ხელნაწერია, როგორც მახსოვს, დასახელებული, ამ ხელნაწერებში აქ თორელი წერიაო, მაგრამ მან რატომღაც ამოაგდო იქ თორელი. სქოლიოში ჩაიტანა, რომ დიახ, მაგრამ
ძალიან კარგი საქმე გააკეთა, იმით რომ თორელი ქვემოთ ჩაიტანა, იმიტომ რომ ამით ფაქტობრივად ყურადღება მიაქცევინა დაინტერესებულ პირს, რომ იქ შოთას გვერდით თორელი უნდა ეწეროს და შოთა არის დახასიათებული იქ. ეს არის არასამამაკაცოთა ზნეთა მფლობელიო, აცხადებს ჟამთა აღმწერელი და ეს იმას ნიშნავს, რომ მებრძოლი პირი არ უნდა ყოფილიყო, მეომარი არ უნდა ყოფილიყო და იქვე ნათქვამია ისიც მანისაფერობისათვის შოთა კუპარი, რომელსაც მანისაფერობისათვის კუპრობით უხმობდესო მანისაფერობისათვის და აი ეს სიტყვა მანისაფერობისათვის პავლე ინგოროყვამ მანიქეველობა დააღიქვა და მთელი თეორია დაამყარა ამას შოთა რუსთაველის მანიქეველობის შესახებ, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება. აი ამ დროს ეს შოთა კუპრი თუ შოთა თორელი ვერ იქნებოდა ეს 40-იანი წლები ვერ იქნებოდა ვეფხისტყაოსნის ავტორი თავისი ასაკიდან გამომდინარე. დაახლოებით ეს ჩანს, რომ უნდა იყოს 40-45 წლის ალბათ 50 წლამდე ყველაზე მეტი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მისი ტოლები არიან ამ კოხტას თავის შეთქმულების მონაწილენი დაახლოებით ასე არის ეს განსაზღვრული. ერთი აზრი გამიჩნდა, ეხლა თუ როგორც პავლე ინგოროყვა წერს ვალვითარებს ასე რომ მანიქეველი შესაძლებელი ყოფილიყო. თუ პროლოგი ეკუთვნის შოთა რუსთაველს, სადაც წერს რომ ბოროტიცა რაც შეექმნა კეთილისა შემოქმედსა, ეს ერთი წინადადებაც უკვე ცხადყოფს, რომ ის გამორიცხულია მანიქეველი ყოფილიყო ავტორი, ვინც ამას წერს, იმიტომ რომ მანიქეველობა მოგახსენებათ დუალიზმს ასწავლის, ანუ ორ საწყის კეთილს და ბოროტს და მანიქეველობისთვის ორივე და მართლა ქრისტიანობაში ესე არ არის, რომ ყველაფერი რაც ღვთისგან შექმნილია კეთილია თავისთავად და ბოროტება არა არსი, ანუ არა სუბსტანციურია. რასაც წერს თავად პროლოგში ამას აღნიშნავს, ანუ ამ თუ მისი არის ავტორის არის, ანუ შოთა რუსთაველის არის ეს წინადადება, მაშინ გამორიცხულია რომ მანიქეველობასთან სხვაგანაც ბევრგან ჩანს, მაგრამ ეს ახლა კვირველი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამაზე ფიქრი და ძალიან ესეთი კრიტიკა წამოვიდა კიდეც მაშინ ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ რა თქმა უნდა და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რუსთაველის შესახებ ცნობები მაინც არის რა თქმა უნდა ჯვრის მონასტრიდან შემონახული ცნობები და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძველ ქართულ მწერლობაში დაცულ ცნობებსაც ერთი მხრივ არჩილის გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა იქ დაცულ ცნობას, სადაც ჯავახად მოიხსენიებს შოთა რუსთაველს, შემოიღენა მძიმე ჯავახურიო, როდესაც ათქმევინებს თეიმურაზს და გარდა ამისა ძალიან საინტერესოა მე-18 საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილის თხზულება მიმოსვლანი, რომელშიც ეს თხზულება დაწერილია 1757-18 წლებში, როგორც ჩანს აი იმ წლებში რომ მოგზაურობდა, პარალელურად ის წერდა ამ თავის შთაბეჭდილებებს და როდესაც იხილა მან ჯვრის მონასტერი აღტაცებული დარჩა და გარდა ამისა, როცა ფრესკები ნახა ჯვრის მონასტრისა, ამან კიდევ უფრო გააძლიერა მისი შეგრძნება ჯვრის მონასტრისადმი და აღნიშნა კიდეც რომ აი ფრესკაო აღწერა, ზუსტად აღწერა, რომ ეს არის ჩრდილოეთის მხარეს ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული მაქსიმე აღსარებლისა და იოვანე დამასკელის ფრესკებს შორის ფეხებთან არის მოთავსებული. ფრესკა პატარა ზომისაა, ამასაც ამბობს, რომ პატარაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აღნიშნა, რომ ეს მოუხატვინებიაო შოთა რუსთაველსო, ოღონდ იქ შოთას ცოტა უცნაური ფორმით აღნიშნავს შოთამს რუსთაველს ასე ამბობს და თვითონაც შიქხატია მოხუცებულიო აღნიშნავს. მეორეგან მერე იმასაც ამბობს, რომ შოთა რუსთაველი გამოსახულიაო ჯვრის მონასტერშიო და კომენტარს უკეთებს შოთა რუსთაველს, უпростоრად ვეფხისტყაოსანს უარყოფით კომენტარს აკეთებს, რომ ლექსთა ბოროტთა მთქმელიო.
დაახასიათა თავისი მოსაზრებით შოთა რუსთველი. ეს მისი დამოკიდებულება იყო ზოგადად, რა თქმა უნდა, მის მიერ შეფასება ვეფხისტყაოსნისა რასაკვირველია და როგორც ჩანს უარყოფითად აფასებდა და იმასაც აღნიშნავს, რომ ვიეთნიმეო და აქ ვახტანგ მეექვსესაც გადასწდა, რომელმაც კომენტარები დაურთო თავის პირველ გამოცემას ვეფხისტყაოსნისა 1712 წელს და აი ვიეთნიმეო ამასო საღვთოდ განმარტავენო და არ არის საღვთოდ განსამარტებელიო ამ მხრივ აკრიტიკებს როგორც რუსთველს ასევე რა თქმა უნდა მის კომენტატორს ვახტანგ მეექვსეს და აქ საინტერესო ის არის, რომ მეჭურჭლე თუხუცესიც ახსენა, შოთა რუსთველი მეჭურჭლე თუხუცესიო. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან იცის ის აღაბთა წიგნიც, ნანახი აქვს აღაბთა წიგნი, სადაც შეტანილია შოთა მეჭურჭლე თუხუცესის სახელი მოსახსენიებელთა რიგში და აიგივებს შოთა რუსთველს და შოთა მეჭურჭლე თუხუცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია თავისთავად, მართალია მე-18 საუკუნის შუაწლებია, მაგრამ მაინც ძალიან ეს ტრადიციას ასახავს ფაქტობრივად, ხო? იმ ტრადიციას, რომელიც არსებობდა ჯვრის მონასტერში და შესაძლოა საქართველოშიც და ასე რომ ძალიან საინტერესო დოკუმენტია თავის მხრივ მიმოსვლანი ტიმოთე გაბაშვილის. თავად ფრესკა არის ძალიან ბევრი მთქმელი. ზოგადად ქტიტორები ხოლმე ან ვინც მოახატვინებდა ფინანსურ შესაძირს აკეთებდა მონასტერზე, ყოველთვის დიდი გამოსახულება მეფეების განსაკუთრებით და მთავრების. დიდი გამოსახულება იხატებოდა ხოლმე მათი პატრიარქებისაც ასევე. და მან არ ვიცი ალბათ შეუკვეთა თუ იქ მომხატავსა რო წერია სავარაუდოდ თავის დახატული არ იქნება ალბათ შემკვეთი იქნება თუმცა მე ვფიქრობ ეს ჩემი პირადი აზრია არც ეს არ არის გამორიცხული რომ თავისთავად თვითონ ჩაიხატა შესაძლებელი ამის ნიჭიც ქონოდა ფრესკის ხატვის ჩვენ წინა გადაცემაში გრიგოლ ხანძთელის შესახებ ვისაუბრეთ რა მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება იყო და ესეთები ხშირად ხდება რომ არა მხოლოდ ერთი მიმართულებით ან მრავალმხრივი ნიჭი აქვს ზოგჯერ ადამიანს მაგრამ აი ეს მნიშვნელოვანი ისე რომ პატარას რო ხატავს ეგ თავის სულიერ მნიშვნელობას დებს რომ მაქსიმე ახსარებლის და ივანე დამასკელთან შედარებით ამდენად სულიერად ესე ვთქვათ იმდაბლებს თავს რომ ისინი ჩემზე დიდები არიან როგორც პოეტები და როგორც ღვთისმეტყველები და ივანე დამასკელის საღვთისმეტყველო პოეზია თავისთავად დღესაც ამას ვიყენებთ ეკლესიაში და დღესაც ამით ტარდება ღვთისმსახურება და ცისკარი რა ეს მისი პატარა ზომა და მიხეილები მიმართული ამ წმინდანებისკენ და უფლისაკენ ძალიან ბევრი მთქმელია თვითონ პიროვნებაზე ძალიან საინტერესო რომ სწორედ მაქსიმე აღმსარებლისა და იოვანე დამასკელის ამ უდიდესი წმინდანების ფეხებთან არის მისი გამოსახულება და ახლობით 50 სანტიმეტრის სიმაღლისაა ეს გამოსახულება მეტის არ არის და მაგრამ ხოლო თვითონ ეს ფრესკები წმინდანთა ფრესკები დიდია 2.5 მეტრზე მეტია და ძალიან საინტერესოა რომ სწორედ ამათ ფეხებთან არის, იმიტომ რომ როგორც ჩანს, სწორედ ის არის გათვალისწინებული, რომ ამ ორი წმინდანის ნააზრევის რაღაც კვალი თუ შეიძლება იმ სოფხედოლობრივი თვალსაზრისით მათი შეხედულებები ასე თუ ისე ირეკლება ვეფხისტყაოსანში და ალბათ ამან განაპირობა დიახ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო რომ ფაქტიურად მართლა ძალიან ახლოს ისნობს ღვთისმეტყველებას ამ ხრივ ძალიან განათლებული და იმ ეპოქაში ყველაფერი თარგმნილია ქართულად უკვე ფაქტობრივად და თავისთავად რომ იცოდაც ესოდინებოდა შეიძლება ორიგინალშიც კითხულობდა თავისთავად. რა თქმა უნდა. და საგანგებოდ ალბათ რადგან მე-8 საუკუნის ესე ვთქვათ გვირგვინიერი ივანე დამასკელი რომ შეაჯამა მთელი დოგმატური ღვთისმეტყველო პირველი სახელმძღვანელო გამოსცა პირველი სახელმძღვანელო დოგმატური ღვთისმეტყველო როგორც სახელმძღვანელოს ტიპის ის არის თემატურად დალაგებული და მაქსიმე ახსარებლის ხო ძალიან ღრმა არის და ძალიან რთულად სასტუმრო მაგრამ მაქსიმე ახსარებლის ღვთისმეტყველება
ძალიან ბევრ ადგილას ჩანს ახლა ამაზე ძალიან ბევრია დაწერილი. განსაკუთრებით მიჯნურობის, საფრთხო მიჯნურობის თვალსაზრისით შეიძლება ბევრ დეტალებში ჩანს ძალიან ახლოს. კი, რა თქმა უნდა. და საზოგადოებრივად შეიძლება ითქვას, რომ აი ბიბლიური ნაკადი საკმაოდ დიდია ვეფხისტყაოსანში, საკმაოდ დიდი. როგორც მხატვრულ ნაწარმოებში შეიძლება ამდენი არ ყოფილიყო, მაგრამ არის საკმაოდ ბევრი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საღვთო სახელთა სიმბოლიკა რომ ავიღოთ, არა? აი პირდაპირ მოდის არეოპაგიტული თხზულებებიდან ეს სახელწოდებები ნაწილი, რა თქმა უნდა. ყველა არა, კატაფატიკური და აპოფატიკური სახელები, ან არსობრივი და ჰიპოსტასური სახელები. ჰიპოსტასურ სახელებს ასე არ გამოკვეთს რუსთველი, მაგრამ შიგადაშიგ შეიძლება ჰიპოსტასურიც დავინახოთ და აპოფატურის აი მზიანი ღამე რო აქვს ეს. ხო, აპოფატიკური სახელები, აი აპოფატურზე შეიძლება ვთქვათ უცნაური და უთქმელი ეს დავიმოწმოთ, ან ყურთაგან მოусმენელი ეს სახელები, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს მხოლოდ ქრისტიანულიც არ არის ეს საღვთო სახელები. ეს იმ პერიოდის მუსლიმურ ლიტერატურაშიც გავრცელებული იყო ეს სახელები, საღვთო სახელები. იმიტომ რომ ერთიც და მეორეც ხომ ძველ აღთქმას ემყარებოდა და ძველი აღთქმიდან მოდის ეს სახელები. ამ სახელთა დამოწმება შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძველი აღთქმა არის საფუძველი ქრისტიანული ლიტერატურისათვის. ახალ აღთქმასთან ერთად რასაკვირველია, ძველი და ახალი, ამიტომაც ერქვა. ტერმინოლოგიურად ესე ვთქვათ, ელინური ფილოსოფიაც, ალბათ მე მოგვიანებით არაბულიც, მაგრამ უფრო ელინური ფილოსოფია ძირითადად გამოიყენა ეკლესიამ, რომ გამოეხატა საღვთისმეტყველო აზრი და ამიტომ ბევრი ტერმინი ფილოსოფიურიც შეზავებულია, ესე ვთქვათ, რადგან საერო პოეზიის ჟანრია შეზავებულია საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და ესე ვთქვათ, ასე მხატვრული ლიტერატურა ერთად არის წარმართული მხატვრულია, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩანს, რომ აი ამის დიდი ცოდნა ძალიან განათლებული პიროვნება ამ კუთხით. და აი ძალიან საინტერესოა ფილოსოფიურიც და საღვთისმეტყველოც და ეს იმის გამოხატულებაა, რომ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ბიზანტიაში მანგანის აკადემიიდან დაიწყო ფილოსოფიისა და რელიგიის მორიგების მცდელობა და შემდგომ იქ განვითარებული მოვლენების გამო საიმპერატორო კარზე ხშირად რომ იცვლებოდა ეს იმპერატორები, იცვლებოდნენ იმპერატორები, შემდეგ აღმოსავლეთით ბიზანტიის აღმოსავლეთით ერთ-ერთი უძლიერესი მონარქიული სახელმწიფო ჩამოყალიბდა საქართველოს სახით დავით აღმაშენებლის დროს და დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიაში სწორედ ამ მიმართულებით წარმართვინა მუშაობა ფილოსოფიისა და რელიგიის ერთმანეთთან შეზავების თვალსაზრისით და ეს ყველაზე ნათლად იოანე პეტრიწის თხზულებაში გამოჩნდა, რომელიც პროკლე დიადოხოსის კავშირნი ღვთისმეტყველებითნის კომენტარებად აქვს დაწერილი, მაგრამ ეს არის ბრწყინვალე ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომლის გააზრება კიდევ მომავალში ალბათ უკეთ შესაძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნაშრომია მასზე შექმნილი და აი ეს ყველაფერი წინ უძღვის ვეფხისტყაოსნის შექმნას, ეს ფაქტია და ამიტომ ვეფხისტყაოსანში არის როგორც საღვთისმეტყველო მიმართულების თვალსაზრისით გამოთქმული შეხედულებები, ასევე ფილოსოფიურიც, იმიტომ რომ აი თუნდაც ის ფაქტი ნესტანდარეჯანი რომ ქაჯეთის ციხიდან წერს, რომ ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანაძრომასა და ფაქტობრივად ის იმ უძველესი ფილოსოფიური მოძღვრების შეხედულებას გამოხატავს ამით, რომ 4 ელემენტისგან რომ შედგება, ეს უკვე მოწმობაა იმისა, რომ ძალიან კარგად იცნობს ანტიკურ ფილოსოფიას, ხოლო რაც შეეხება
სხვა ეპიზოდებშიც ბევრგან ჩანს ანტიკური ფილოსოფიის ცოდნა და ერთგან ასახელებს კიდეც, რა ავთან დილის ანდერძში პლატონს და მე სიტყვა საერთსა კადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა და აი პლატონი არის დასახელებული სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა. ძალიან საინტერესოა, ამიტომ ამ კუთხით დაკვირვებები და არის კიდეც საკმაოდ კვლევები ამ მიმართულებით. ეს 4 ელემენტთან დაკავშირებით ჩემი პირადი მოსაზრება ისიც არის, რომ ალბათ ძალიან კარგად თავისთავად იცნობს გრიგოლ ნოსელს ბასილი დიდის შესაქმისეულ ღვთისმეტყველებას, აი თავში პროლოგში რომ შესაქმეზე საუბრობს, ზედმიწევნით კარგად იცნობს ბასილი დიდს, გრიგოლ ნოსელს და გრიგოლ ღვთისმეტყველს. ფაქტობრივად ყველა მამას რაც იმ პერიოდში უკვე დაწერილი რაც იყო, ფაქტობრივად რა თქმა უნდა დეტალურად ეს არ არის ამ ჟანრის თხზულება, მაგრამ ბევრგან ჩანს რომ ძალიან კარგად უნდა იცნობს. დიახ, განსაკუთრებით ეს აი კაბადოკიელ მამათა სიბრძნის საღვთისმეტყველოს სიბრძნის ცოდნა განსაკუთრებით კარგად დასაწყისში ჩანს, რომელმან შექმნა სამყარო ძალით ამით ძლიერითა და ასე შემდეგ რომ აგრძელებს და ან კიდევ მომდევნო სტროფიც ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა, ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ მან ზედმიწევნით კარგად იცის არა მხოლოდ შესაქმისეული პროცესის შესახებ არსებული შეხედულებები და უშუალო წყარო ბიბლია, არამედ შესაქმის წიგნი, არამედ ზედმიწევნით კარგად იცის ის კომენტარებიც, რომლებიც არის შექმნილი კაბადოკიელ მამათა მიერ ამის შესახებ. როდესაც ადამიანს შეუძლებელია რომ მაგალითად მაქსიმე აღსარებელი ისწავლოს, თუ მანამდე როგორ მივიდა საღვთისმეტყველო აზრი, სიტყვის განვითარება როგორ მოხდა, დოგმატის განვითარება როგორ მოხდა, დოგმატიკის ესე ვთქვათ გამოთქმის, თორე დოგმატი არ ვითარდება თავისთავად, ამის განვითარება, ეს ისტორია თუ არის სწავლე, შეუძლებელია მაქსიმე აღსარებელის თუ ბასილი დიდ ნასწავლი არ გაქვს და წინარე ეპოქები, ანუ საუკუნების მიხედვით. ხშირად დღესაც სვამენ ხოლმე კითხვას, რომ აი მაგალითად ეს როგორ არის ეს შეუძლებელია ადამიანს სიღრმისეულად ჩაწვდეს, თუ ეტაპობრივად არის სწავლა, ხო როგორც ყველა საგანს სჭირდება ეტაპობრივი სწავლება, ასევე მაგალითად დოგმატის ისტორიის პატროლოგია სჭირდება, უნდა დაიწყო პირველი საუკუნე პირველი თხზულებიდან, ხო ქრისტიანული. იქიდან უნდა მოყვე და მე ამოდიხარ ივანე დამასკელამდე და მე აქეთ და აქეთ და შეუძლებელია რომ ესე ერთი თხზულება წაიკითხო და გაიგო ის თუ თავიდან ბოლომდე არის ერთი წეგალ მინდოდა მე თქვა გამახსენდა პატრიარქ კალისტარტე ცინცაძეს აქვს ესეთი სიტყვები, რომ რადგანო ესო საერო პოეზიაო პირდაპირ ციტირებებიო წმინდა წერილიდან, მაგან ფსალმუნებიდან ასე შემდეგ, არ მოყავს ბუნებრივი, არ მოყავს პირდაპირ ციტირებები. მოყავს გადატანითი მნიშვნელობით ხშირ შემთხვევაში თავის სიტყვებით ესე პერიფრაზი ხდება ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირია ეს თვითონ საღვთისმეტყველო ჰომილეტიკურ ჟანრშიც, ანუ ქადაგების დროს ძალიან გავრცელებული იყო და თუნდაც ახალ აღთქმაშიც, აი მახარებლებიც პირდაპირ ციტირებას ზოგჯერ არ აკეთებენ, ანუ პირდაპირ წიგნიდან არ იწერება, ხშირად ხდებოდა ზეპირად ჩაწერა. ფაქტობრივად ზეპირად იცოდნენ წმინდა წერილი და იმიტომ, ანუ ძველი აღთქმის წიგნები და ეს ძალიან გავრცელებული იყო ადრე, დიდი ყურადღება ექცეოდა ჰომილეტიკას, ანუ ქადაგებას და რიტორიკას სასულიერო პირების მხრიდან და სასულიერო სასწავლებლებშიც უმთავრესი მნიშვნელობა პირველ კურსებზე ექცეოდა ამას რიტორიკები და ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებებია, რომ რაღაცას რო საუბრობს, რამდენიმე ციტატა მოყავს ბიბლიიდან საუბრის დროს, აშკარად ჩანს, რომ ეს ციტატები იმ დროს ამოწერილი არ უნდა ქონოდათ. ეს ზეპირად მოდიოდა თავისთავად, ანუ იმდენად კარგი მქადაგებლები, წმინდა მამები, იმდენად ახლოს იცნობდნენ წმინდა წერილს, რომ საუბრის დროს თავისთავად გონებაში მოდიოდა შესაბამისი ციტატები, მასთან ახლოს თორე ციტატები და ხანდახან პირდაპირ არ ითქმებოდა ხოლმე, ოდნავ პერიფრაზი ხდებოდა ხოლმე. ბუნებრივია ახლა ეს ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მხატვრული ნაწარმოები და ციტირებაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. ეს არ არის ჰაგიოგრაფია, ხო? ჰაგიოგრაფიაში ციტირებები, რა თქმა უნდა, არის წმინდა წერილიდან და ეს არც გასაკვირი არ არის. ჯერ ერთი ზეპირად იცოდნენ, როგორც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, მთელი ბიბლიური წიგნები და
მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსთველმაც ზეპირად იცოდა წმინდა წერილი, მაგრამ მისი მისია და მისი მიზანდასახულობა სრულიად განსხვავებული იყო ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებებისაგან და თავისთავად ცხადია ციტირებას არ მიმართავდა და აი შეცდომაა, როდესაც ზუსტ ციტირებას ეძიებენ ხოლმე. არც პლატონი არ აქვს ზუსტად ციტირებული, ესეც საინტერესო ფაქტია. ესე იგი, ზუსტი ციტირებები არც შეიძლება მხატვრულ ნაწარმოებში იყოს, თუ ის არ არის განსაკუთრებული მიზანდასახულობით შექმნილი, თორემ ამგვარ ნაწარმოებში, როგორიც ვეფხისტყაოსანია, ვერ შეგვხვდებოდა ასე. და ისიც ძალიან საინტერესოა, აი როგორ ამთავრებს თხრობას. ვეფხისტყაოსნის თხრობა, ამბის თხრობას, როდესაც აი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წარმოგვიდგება შიგან მათ დასაბრძანის და თხადამგელი ერთად სწოვდესო. ფაქტობრივად პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, შეიძლება ასე დავარქვათ ამას, შოთა რუსთველმა, იმიტომ რომ აი ამ სახელმწიფოთა შორის ერთობა და საერთოდ და სახელმწიფოთა ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსიყვარულს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზანდასახულობა, როგორც ჩანს შოთა რუსთველისა, რომ ეს აჩვენოს, რომ სახელმწიფოთა შორის და მე-12 საუკუნეში, როგორც ვიცით, ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო, რადგან ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო მაშინ აღმოსავლეთით ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთით საქართველო და ბუნებრივია ამას ასახავს თავის პოემაში, რომ ასეთი ძლიერია. იმასაც აღსახავს, რომ ეს თამარის ეპოქაა და თამარს აქებდეთ მეფეს სასისხლისაც რამოდათხეული ან ვიშვენის ლომს ახმარება შუბისა ფარში მშერისა მეფისა მზის თამარისა და აი ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს არის თამარის ეპოქაში შექმნილი ნაწარმოები, დასაწყისის სტროფები და შემდგომ დავითის ხსენებაც ასევე დასასრულის ერთ-ერთ სტროფში, ესეც საინტერესოა თავის მხრივ და ასე რომ ეს კონკრეტული პიროვნებებიც რომ ჩანან ნაწარმოებში, ეს იმას მოწმობს, რომ იმდროინდელი სამეფო ოჯახის წევრები, ეს იმას მოწმობს, რომ ნამდვილად იმ პერიოდშია დაწერილი, როდესაც თამარი იყო მეფე. და აქ შეიძლება ერთი კითხვა კიდე დაისვას, ეს ალბათ უფრო განსასჯელი საკითხია მომავალში, მე ასე მგონია, რომ დაწერის თარიღთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში, როდის დაიწერა, იმიტომ რომ ტრადიციულად ეს ჩვენ მიღებული გვაქვს ასე დღესდღეობით, რომ ეს არის დაწერილი 1184-დან 1207 წლამდე დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღს დებენ ბოლო თარიღად და ეს შეიძლება რაღაც უფრო ან დავიწროება, ან შეიძლება თარიღთან დაკავშირებით კიდევ სხვა არგუმენტი გამოჩნდეს ისეთი, რომელიც გადათარიღების საფუძველსაც შექმნის. ყოველ შემთხვევაში აშკარაა, რომ მთელი ნაწარმოები არის მიმართული ქალის გამეფების აპოლოგიისაკენ, ეს არის მთავარი და ანუ ეს მიზანის აქვს, რომ ეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ეს გაამართლოს, ასე ვთქვათ, ეს ამის შინაარსი წარმოაჩინოს და თქვენ რამდენად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება მართებულად, რომ ეს დაკვეთით დაწერილი იყო ეს ნაწარმოები, ანუ ხელმწიფის შეკვეთით დაწერილი რამდენად მიგაჩნიათ? იცით, როდესაც ორი სამეფოს ისტორიას გვთავაზობს პრაქტიკულად რუსთველი, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური და შესაძლებელი აი ამგვარი დამოკიდებულება გაგვიჩნდეს და რაც მთავარია, ქალის გამეფების
მთელი ცერემონიალია აღწერილი. ეს არის თამარის გამეფება მამის სიცოცხლეში. მართალია, მაშინ თამარი ბავშვი იყო, ალბათ 12 წლისა, მაგრამ ამას არ აქვს 10 წლისა, 10-12. მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარი არის ფაქტი, რომ გამეფების ცერემონიალია აღწერილი და ესე იგი ეს წინ უსწრებს გამეფება, წინ მამის სიცოცხლეში გამეფება წინ უსწრებს თხზულების დაწერას. ეს შეიძლება ასე განვაცხადოთ და მეორე, როდესაც კითხვა დაისმის ვაზირთა წინაშე, უпроსწორად კითხვა უნდა დაისვას, როსტევანმა უნდა დასვას ეს კითხვა რა, კითხვას არ სვამს. ის პირდაპირ ამბობს ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ ვისგან მზე საწუნელი. ეს გადაწყვეტილია მის გონებაში. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ თამარია, თინათინია ერთადერთი კანდიდატურა სამეფო ტახტზე. ისევე როგორც გიორგი მესამეს გადაწყვეტილი ჰქონდა დევნა ბატონიშვილის აჯანყების შემდგომ პერიოდში უკვე ყოველ შემთხვევაში იმ დროს მაინც უკვე საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თამარი გამეფდებოდა. სხვა კანდიდატურა არც იყო იმ ხანებში, ხომ? და შემდეგ თუ კი ინდოეთის მაგალითს გადავხედავთ, ინდოეთში ცოტა სხვაგვარად მიდის ქალის გამეფების ტენდენცია, იმიტომ რომ იმ სავაზიროს რომ ეკითხება ფარსადან მეფე, აც ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ და თანაც როგორ შეუთვლიან ხვარაზმის მეფეს, რომ სასიძოდ მისი შვილი მოიყვანონ. ეს ძალიან საინტერესო, არც ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი. აქ ამბობს, რომ ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედო, როსტევანი ამბობს და ის კი საძეო ნიშნავს იმას, რომ ის ძედ კი არის მიჩნეული, ანუ მემკვიდრედ არის მიჩნეული და სამემკვიდროდ ქალი არისო და ქალის გამეფების როგორც ჩანს გადაწყვეტილება არ აქვს ფარსადანს მიღებული. თლად ბოლომდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული, იმიტომ რომ ის სასიძოს მოსვლას ელოდება და მერე რას გადაწყვეტს, ეს უკვე ძნელი სათქმელია წინასწარ მის მიხედვით, ტექსტის მიხედვით ამას ვერ ვიტყვით, არ არის ტექსტში რა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უნდა მოეყვანა ზედსიძე, რომ სახელმწიფო შევანახოთ და ვაპატრონოთო, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მეფედ შეიძლებოდა დაესვა ნესტანდარეჯანი, მაგრამ ფაქტობრივი გამგებელი სახელმწიფოსი იქნებოდა რა თქმა უნდა მეფის მეუღლე და ასეთი ორი ტენდენცია გამოიკვეთა ვეფხისტყაოსანში და ეს როგორც ჩანს ტკივნეული საკითხი რომ იყო თამარის გამეფებასთან დაკავშირებით მაშინდელ საქართველოში და შემდგომ მისი გათხოვების პრობლემაც ასევე ტკივნეულად იყო არის ცნობილი ჩვენთვის მწყაროების მიხედვით ორჯერ გათხოვება თან პირველი სრულიად შეუფერებელი და თან რაც მთავარია თვითონ თამარს რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდა მასთან შეუღლებისა და ამდენად ეს რაღაცნაირად ირეკლება ვეფხისტყაოსანში ჩემი აზრით რომ სხვადასხვა კანონიკურ სამართალშიც საეკლესიო სამართალში ზოგადად ქართულ საეკლესიო სამართალში და არც ბიზანტიურში არ ჩანს არსად იმ პერიოდში რომ მე-12 საუკუნეში გარდა ქმრის გარდაცვალების მანამდე ბიზანტიურ სამართალში არის მაგალითად შეთქმულება როდესაც ხდება მეფის წინ განქორწინების მიზეზებზე საუბრობ და ერთ-ერთ ქართულ სამართალში პირველად კაფიოდ ყველაზე მკაფიოდ ჩანს აი თამარის განქორწინების მიზეზი რაც არის ყველასთვის ცნობილია რაც იყო პირველი განქორწინების მიზეზი მისი ქმრის ეს ცოდვა ეს ცოდვა იყო პირდაპირ ესე ვთქვათ უკვე ამას აღარ ჭირდებოდა გარჩევა ისე შეუძლო ქალს დაეტოვებინა მეუღლე და გაშორებოდა იმდენად ესე ვთქვათ ამის გამო დაშვებული იყო განქორწინება მერე უკვე უფრო მოგვიანო პერიოდში ვახტანგ მეექვსის დროს და მის ესე ვთქვათ სამართლის წიგნში
უკვე ბევრი რამ აი სხვადასხვა მიზეზები აისახა მან ბერძნულიდანაც ბევრი რამ თარგმნა კანონები, მაგრამ ორიგინალურ ქართულ კანონებს რაც შეეხება და მიზეზებს განქორწინების ერთ-ერთი პირველი გარდა მეუღლის გარდაცვალების და ასე შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო ეს ცოდვა, რომელზეც უკვე საუბარიც კი აღარ იყო ხოლმე საჭირო. ესეთი ამისთვის. და მაშინ საქართველოს ეკლესიამ ჯვარი აღყარა თამაშს, როგორც კი ეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კი. ძალიან ძიმე იქნებოდა მეფისთვის ამის განცხადება, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო და სწორი გადაწყვეტილება იყო. თავის დროზე ის არ იყო სწორად შერჩეული. აი ეგ არის მთავარი, ეგ არის მთავარი. და აქ ძალიან საინტერესო პარალელი ჩნდება ვეფხისტყაოსანსა და თამარის ცხოვრებას შორის იმ მხრივ, რომ თამარის საქმრო ჩამოიყვანა ვაჭართუხუცესმა ზანქანზორაბაბელმა და ნესტან-დარეჯანის გამოსხსნის საფუძველი თუ ერთგვარი კონკრეტული გეოგრაფიული სივრცე ვაჭართა ქალაქი აღმოჩნდება, ხო? აქედან იხსნება ნესტან-დარეჯანის პოვნის გზა, რომელიც ქაჯეთის ციხეში იმყოფება და ქაჯეთის ციხიდან გამოსახსნელად უკვე გმირები მიდიან. და ერთი საკითხი იჩენს კიდევ აქ თავს, რომ როდესაც აფასებს იმ მოსმენილ ამბავს ფატმანი ძალიან საინტერესოა და ამიტომ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. ამბობს ასეთ რამეს, რომ დღეს რომ მესმნეს ამბავნი უკუდავებისას სწორანი, ძალიან საინტერესო ფრაზაა, მნიშვნელოვანი, უკუდავებისას სწორანი, რა ამბავი უნდა იყოს, უკუდავების სწორ ამბად მიჩნეულია ჩვეულებრივ წმინდა წერილი თავისთავად, ხომ? უკუდავების ამბავი სწორედ აქ არის, კაცობრიობის უკუდავების ამბავი და აქედან გამომდინარე, აი ფატმანი როგორ აფასებს ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის სიყვარულს და იმ ისტორიას, რაც მათ გადაიტანეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პირდაპირი ანალოგი შეიძლება არ არის ეს, მაგრამ აი როგორც ადამი და ევა გამოაძევეს დაცემის და შემდეგ გამოხსნეს. აი ასე არიან გასულები ნესტან-დარეჯანი და ტარიელი ინდოეთიდან და ეს ძალიან საინტერესოა, თვითონაც ამბობს ტარიელი ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ისინი ინდოეთში იმყოფებოდნენ, მათი ყოფა, იქაური ცხოვრება შეედრებოდა ედემურ ცხოვრებას, გავანდა ედემის ხესო, როცა ამბობს, ეს ფაქტობრივად არის მიმსგავსება ფაბულა ძალიან გავს კაცობრიობის ისტორიას, საღვთო ისტორიას. დიახ, ეს არის მთავარი. ფაქტობრივად ცოდვის გამოც ხდება ის ხომ მოაკვლევინებს ტარიელს ან ცოდვას ჩადიან, ასე ვთქვათ, ეს ჩემი მოსაზრება არის და ძალიან გავს, იმიტომ რომ წმინდა წერილში ყველგან, სადაც მაგალითად ქორწილის შესახებ იგავს ყვება მაცხოვარი და ქორწილი ყველგან, ყველა კომენტარში, ყველა მამის განმარტებით მიანიშნებს სასუფეველზე და ღმერთთან მიახლებაზე, ანუ ეკლესიაზე მიანიშნებს და სასუფეველზე და ამ ხშირ შემთხვევაში მეორედ მოსვლაზე, ანუ მარადიულ ღმერთთან ახლოს ყოფ მარადიულ სიცოცხლეზე. და აი ამ რაღაცა განსაცდელის მერე, რაც ამ ვეფხისტყაოსის გმირებს აქვთ, შეცოდება, დაცემა, მერე განსაცდელის და რთული გზის გავლა და ბოლოს მთავრდება ქორწილით. ქორწინებით მთავრდება. ქორწინება მიანიშნებს უკვე მეორედ მოსვლასაც ხშირ შემთხვევაში წმინდა წერილში. ანუ ფაქტობრივად ეს ფაბო, ეს შინაარსიც ძალიან გავს აი საღვთო ისტორიას, თითქოს რომ აი ადამიანმა როგორ დაკარგა ღმერთი და მე როგორ უნდა დაუბრუნდეს მას მარადიულ სასუფეველში. დიახ, ძალიან საინტერესოა, ჩვენს წინაპრებს ეს ასე ესმოდათ და აქ მინდა ერთი ფაქტი დავიმოწმო, როგორ კითხულობდნენ სასულიერო პირები. ამის მოწმობა ბერთის სახარებაშია. ბერთის სახარება მე-10 საუკუნეში გადაწერილი და მე-15 საუკუნეში ბერთის სახარების აშიაზე ბერმა იორდანემ ასეთი წარწერა გააკეთა ვეფხისტყაოსნის ერთი ფრაზა დაიმოწმა. მართლა დიტყვის მოციქული შიში შეექვსი ყვარულსა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
ფაქტია, თავისთავად ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი სასულიერო პირი ვეფხისტყაოსანს იმოწმებს ამ შემთხვევაში. რა მიზან დასახულობით იმოწმებს, ესაა საინტერესო, მაგრამ შიში შეიქს სიყვარულსა, აი ეს უკვე ეპისტოლიდან სიტყვები რომ სრულმან სიყვარულმან განაგდის შიში, აი სწორედ დიახ და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, ბანის ქვაბთა ტაძარში, წმინდა გიორგის ტაძარია, პატარა ტაძარი და თეთრი ქათქათა შორიდანაც რომ მოჩანს და აი იქ არის წარწერილი ქალის, ახალგაზრდა ქალის ანარჩეულაშვილის მიერ ვეფხისტყაოსნიდან 2 სტროფის 7 ტაეპია წარწერილი, როგორც ახსოვდა ისე წააწერა. ეს წარწერები უფრო მანამდელი, ვიდრე ჩვენ ხელნაწერი გვაქვს ესე ხსრული. ოღონდ როგორც ჩანს ამ ქალმა თავისი განწყობილება, თავისი მდგომარეობა ჩააქსოვა ამაში, ციხეს ვზიეზო მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწდებიან და აი მთელი ეს მონაკვეთი ნესტანდარეჯანის წერილიდან მან მოიტანა კედელზე წააწერა. ძალიან საინტერესო ფაქტი თავისუფლად. ასე რომ სასულიერო წოდება და ეკლესიაშიც რომ კარგად იცნობდნენ ვეფხისტყაოსანს, ეს ცნობილი ფაქტია. ამას მოწმობს თუნდაც აი ეს გარემოებები და ისიც რომ თუნდაც ტიმოთე გაბაშვილმა როგორ შეაფასა. მართალია უარყოფითად შეაფასა, მაგრამ ხომ იცის მან ვეფხისტყაოსანი არა და კიდევ ერთი მაგალითი შემიძლია დავიმოწმო ამბროსი ნეკრესელის ხელნაწერებში არის გადაწერილი ვეფხისტყაოსნის რამდენიმე თავი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, სასულიერო პირმა გადაწერა ვეფხისტყაოსნის რამდენიმე თავი. ესე იგი თავისთვის რაღაც საინტერესო მონაკვეთები შეიტანა თავის ჩანაწერში. ტრადიცია იყო რომ გადმოეცემა და თაობიდან თაობას და იმ თაობაში ძალიან კარგად ახსოვდათ და ვინ იყო და ასე გადმოცემებით უფრო მეტი რამ იყო. დღეს ბევრი რამაა დაკარგული იმ ეპოქის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი არ არის მე-12 და მე-13 საუკუნეების არ არის დღეს, მაგრამ იმდენი რამ არ არის დღეს დაკარგული, ალბათ მონღოლთა შემოსევების და სხვადასხვა მიზეზების გამო ბუნებრივი არის, რომ შეიძლება უშუალოდ ხელნაწერი. ეს ხშირად ხდება, ასე მოგეხსენებათ თქვენ ყველაზე კარგად, რომ მაგალითად წმინდა ნინოს ცხოვრების აღწერით ხელნაწერებით მე-10 საუკუნის არის, მაგრამ ჩანს რომ ეს დაწერილია მე-4 მისი ცხოვრების დროსვე. გვიანდელი გვაქვს ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები, გვიანდელი. ყველაზე ძველი არის მე-16 საუკუნის დამლევის და ისიც ფრაგმენტული ხელნაწერი. ერთ-ერთ ხელნაწერზე კი არის ვარაუდი ჭვირნიშნის მიხედვით, რომ ის შეიძლება იყოს მე-16 საუკუნის დამლევის, მაგრამ რეალურად ჩვენ გვაქვს თარიღიანი ხელნაწერი, ყველაზე ძველი 1646 წლისა, რომელიც დადიანის კარზეა გადაწერილი მამუკა თავაქალაშვილის მიერ და ეს ხელნაწერი იმითაც ფასობს, რომ მასში არის მინიატურები და რუსთველის მინიატურაც არის შეტანილი. სხვათა შორის რუსთველის მინიატურა თეკლესეულ ხელნაწერშიც არის და ყველაზე მეტად გავრცელებული სწორედ ეს მინიატურა გახლავთ, ყველაზე მეტყველი სახე და შემოქმედის სახე სწორედ აქ ჩანს და ალბათ ამიტომ ყველაზე მეტად ის გავრცელდა. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ბევრი ხელნაწერი გვაქვს. 180-მდე ხელნაწერი გვაქვს ვეფხისტყაოსნისა, თუმცა ამ ხელნაწერებში პირველ ნაბეჭდი ტექსტიც შედის 20 წალი 1712 წლისა, იმიტომ რომ ისინი ხელნაწერის დონეს გაუთანაბრეს და ამიტომ არის საინტერესო და ასე რომ ხელნაწერები საყურადღებო იმით არის, რომ მინაწერებია გადამწერების მიერ გაკეთებული, ძალიან საინტერესო მინაწერები აქვთ გაკეთებული, ზოგი, ყველას არა, ზოგიერთს, რომ ნესტანდარეჯანსა და ტარიელს
ვეფხის ტყაოსნობით უხმობდესო. ეს ძალიან ესე იგი როგორც სწორად ესმით გადამწერებს, აი ეს მინდოდა მე თქვა და ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტია. უღრმესი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ გადაცემის. დიდი მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის. ძალიან ბევრი რამ გითქვა ეს ამის საღვთისმეტყველო შინაარსი პიროვნების შესახებ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ნესტან სულავა. დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.